ავტოსარგზაო შემთხვევის დროს 7 ადამიანი დაშავდა რუსთავის თბილისის გზატკეცილზე, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულთა ნაწილი თბილისში ინდოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 5 მათგანი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული ექიმების განმარტებით. რუსთავში მოთავსებული 4 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა კრიტიკულია ერთი ქალბატონის მდგომარეობა. ავტოსარგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადნეს. Ili დაახლოებით 9:12 წუთის მოხდა ავტოსარგზაო შემთხვევა, 4 მსუბუქი ტიპის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ის შედეგად 4 ავტომობილი არის დაზიანებული და სათანადოდ 7 მგზავრი, აქედან 2 მგზავრი არის მძიმე მდგომარეობაში, 5 ნახევრად მძიმე, ამ თვითას ყველა გადაყვანილი არის შესაბამის კლინიკებში. შემოიყვანეს 5 პაციენტი, 4 მამაკაცი, 1 ქალი, აქედან ქალი არის ძალიან მძიმე, პრაქტიკულად პერსპექტივაზე ჯერ საუბარი არ არის, უმძიმესია. მამაკაცებიდან ერთ-ერთი მამაკაცია შედარებით მძიმე, დანარჩენი ერთი ფეხით მოსიარულია, 2 ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსდა სხვადასხვა სახის მოტეხილოვებით.